არა მარტო მთელი საქართველო ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფრო ზუსტად რეჟიმის ვერდიქტს ერთი ქალის მზიამაღლობელის საქმეზე. ეს ისტორია ძალიან მარტივია. პოლიციის უფროსის მხრიდან შეურაცხყოფა და ძალადობა და ქალის პასუხად ერთი სილა. არც სისხლი, არც ტრამვა, არაფერი. მაგრამ ეს სილა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე შეეძლო წარმოედგინა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ყველაფერი, რაც სახელმწიფოს ხელთაა. გამოძიება, პროკურატურა, მოსამართლე, თვით რეჟიმის მთავრობის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი. მიზანი ერთია: ბოდიშის გამოძალვა, გამოტყუება. მზიამ თქვა არა. და ახლა აპირებენ 4 წლამდე მინიმუმ 4 წლი და ზევით პატიმრობას. აქ სამართლებრივი პროცესი უკვე არ არსებობს. ეს არის მთელი რეჟიმის ბრძოლა ერთ ქალთან, რომელიც არ ნებდება. მზია ამ ბრძოლაში მარტო არ დგას. მხარს უჭერს საზოგადოება, კოლეგები, უამრავი ადამიანი, ვისაც რცხვენია ჟურნალისტი ქალის მიმართ იმ სრულიად არაადეკვატური და სადისტური სიმკაცრისა, რომელსაც ხელისუფლება ავლენს. ამ პროცესმა ერთი რამ ძალიან ცხადად დაჩვენა. როცა ხელისუფლება ამდენ ძალას ხარჯავს ერთ ქალზე, ეს არა ძალის, შიშის ნიშანია. და რაც არ უნდა გამოაცხადოს ამ სასამართლომ, მთავარი უკვე მოხდა. მზიას სილა დარჩება სისტემის ფიზიონომიაზე, როგორც უმახინჯესი ნაიარევი, როგორც ისტორიული სირცხვილი, რომელსაც ვეღარაფერი მოაშორებს.